ასობით ქართული გვარი მოდის აფხაზეთიდან. ასევე ასობით ქართული გვარი მოდის დვალეთიდან, რომელიც გააქრეს რუსებმა, ხოლო ქართველი დვალები ასიმილირდნენ ბალყარელებში და მივიღეთ დღევანდელი ოსები. რაც შეეხება დვალების ენას, არის ვერსია, რომ დვალები საუბრობდნენ მეგრულთან და სლანურთან ახლოს მდებარე ენაზე. სხვათა შორის რამდენიმე ოსური გვარი გამოვიკვლიეთ და ეს ოსური გვარები მეგრულად იშიფრება და ოსების 70% არიან ქართველები გენეტიკურად. არ არიან ისინი ალანები, რა გავაკეთო? წადით და გაიტესტეთ და ნახავთ. ან სვანი ან მეგრელი რომ ამოგივათ ნათესავებში. მე არ დამიჯეროთ. ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ლაზები დიდი რაოდენობით და ლაზბა, ლაცუზბაია, აგრბა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესენი ლაზები არიან. იმ ტერიტორიაზე ასევე არის გვარები ბაგაბში მაგალითად, თქვენი აზრით, სადაური გვარია. ლაზია, ტრაპში, ასევე ლაზი, ცარგუში, ასევე ლაზი, წიტაიში, ასევე ლაზი. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს ისინი იმის მაგივრად რომ იყვნენ ლაზები, საუბრობენ იმაზე რომ არიან აფსუები. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს გვარა წიტაიში და იყოს აფსუა? ბევრი ლაზური გვარია აფხაზეთში, რომლებსაც რუსები აიძულებენ რომ იყვნენ აფსუები. სპილოს რაც არ უნდა უმტკიცო რომ მას შეუძლია სირბილი და ცხენზე გასწრება, ის ვერ გაასწრებს ცხენს. რატომ? იმიტომ რომ უფალმა ის როგორც სპილო ისე გააჩინა. ძალიან მარტივია. რაც არ უნდა იცახოს ვიღაცამ რომ არის აფსუა, ის აფსუო ვერ გახდება. ღმერთმა ის ქართველად გააჩინა. ამიტომ შეირგეთ რჩეული ერის წევრობა და ნუ ცდილობთ იყოთ იქ, სადაც ვერ გადარჩებით. ძალიან მარტივად. აქ გადარჩებით, აქ ნოეს კიდობანი, აქ მარიამ ღვთისმშობლის კალთაა გადმოფარებული და მე თქვენკენ და თქვენ ეშმაკებისკენო ისე გჭირთ. კი, საქართველოს ტერიტორია გახდება 180,000 კვადრატული კილომეტრი. დღეს არის 69,700. კი, საქართველოს მოსახლეობა გახდება 80 მილიონზე მეტი. ეს არის დაწერილი და ეს აღსრულდება. მე რაც არ უნდა მიწეროთ კომენტარებში რომ შენ არაბების შემოყვანა გინდა, მაინც მოხდება ეს, ამიტომ შეეგუეთ ამ ფაქტს. საქართველოს მოსახლეობა გახდება 80 მილიონზე მეტი. რჩეული ერი, იმიტომ კი არა ვართ რომ რჩეულებად დავიბადეთ, არა. ჩვენ რჩეული ერი იმიტომ ვართ რომ ჩვენ ქრისტეს გამო თავს ვწირავდით. ჩვენ არაერთი ბრძოლა ქონდა, რომლის მონაწილე ყველა ადამიანი გახდა წმინდანი. ასევე 100,000 მოწამე, რამის თბილისში მცხოვრები ყველა ადამიანი ეწამა ქრისტიანობის გამო. ესეთი რაღაცა სხვას დარწმუნებული ვარ არ შეუძლია. 100,000-ობით წმინდანი ყავს, თუ მილიონზე მეტი არა. ასე მცირე ერს. კი, სამაყო ამბავია ეს. იმიტომ ვარ რჩეულები რომ ეს საქმით დავამტკიცეთ. ქრისტეს მიმართ სიყვარულით დავამტკიცეთ. თავგანწირვით დავამტკიცეთ. ქართველი არ არის ვაჭარი. ქართველი არის მოწოდებით გმირი. კი, ქართველი ამაყია. კი, ქართველი ფიქრობს სახელზე. ქართველი არ ფიქრობს ქონებაზე. ქართველს რომ სახლში ერთი ეული მამალი ყავდეს, იმასაც დაკლავს სტუმარი რომ მოვა მაშინ. აი ეს არის, რაც აქვს, არაფერი არ ემეტება ქართველს. ქართველს არ ეშინია არც თავგანწირვის და არც სხვა ამბების. ეს არის ჩვენი გენები. ჩვენ ვართ ყუპი ძმების, თუბალის და მესეხის შთამომავლები. ყველა ჯი და ელი. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.